მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ანა წამოდი. ეს არის ანა ლაპიაშვილი, ჩვენი ტელევიზიის ისა, ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტი, ისა რა, ჟურნალისტი. და ჩვენ მივდივართ ახლა რუსთაველზე როკ კლუბში. ეკა ლემონჯავარი როკ კლუბის მენეჯერი და როგორც თვითონ ამბობს, მას პრინციპში თავს დაესხნენ. პოლიციის წარმომადგენლები დააშენეს და რაღაცები უუქნეს, ხო, ესეთი მორალური ზეწოლა განახორციელეს. სიტყვაში შევაკრიბო მიაყენეს და უნდა გავარკვიოთ რა ხდება და გავაგებინოთ ეს მთელ სოფლიოს. ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე და ანა მოვედით რუსთაველის გამზირზე, ოპერის წინ მდებარე როკ კლუბში. ეს არის? ესა? ეკა? ეს არის? აჰა, ძველი იტალიური ეზო. ხმა ადის ნეტა აქედან? როკ კონცერტებს. ეკა ლემონჯავა, ხო? აბა წავედი, ნახოთ. ძალიან მხიარულად კი გამოიყურებ, დაშინებულს არ გავხარდა. აბა ვნახოთ. მე არა ვარ, ეხა ხარ ნაყოფი, ეკა რა იყო და? ანა ხარ ნაყოფი. შენ ფლობელი ხარ თუ მენეჯერი? არა, მე ვარ მეიჯარე. მე ვქირავ. ვქირავ და შენ მოაწყე ეს ყველაფერი? არა, ეს ასე იყო. არა, აპარატურა შენ მოიტანე და ყველაფერი თუ ნაწილი. ეს რა არის? ეს როკ კლუბი სადაც ყოველ შაბათ-კვირას თუ ისე დღეებში? ესე იგი, ეს არის როკ კლუბი, სადაც კვირაში 5 ჯერ ხო. ტარდება სხვადასხვა ტიპის ივენტები. მოკლედ ეხლა შენ რაც მომიყევი მე როცა შევხვდით, ან უნდა მოუყვე ანას. ოღონდ ეხლა ისარ გავფრთხილებ, რომ მოყვები, მე ეს სიუჟეტი გავა და ვეღარ იტყვი რომ არ გავიდესო და არ გავახმაუროთ. ხო. ეგ გაგეუნები ოფიციალურად. მე რომ არ მდომებოდა ამის გახმაურება ასე. აი, დავიწყოთ მაშინ რა. მე ვიცი, თქვენ წაგიყვანეთ პოლიციის განყოფილებაში. როდის მოხდა, ვინ წაგიყვანეთ და რატო გაყევით უბრალოდ? და მაშინ რატომ არ განაცხადეთ, თქვენ თუნდაც იმავე უწყებაში რომ თქვენზე იყო ძალა? ესე იგი, ეს მოხდა 25 იანვარს, ეს იყო ოთხშაბათი დღე, მე მქონდა ლაივ კონცერტის ჩვენება. ჩვენების შემდეგ დაახლოებით ეს იყო 7-ის მერე 20 წუთამდე. მე ვიყავი, ანუ გავდიოდი რაღაც კარებისკენ მივდიოდი და ორი მამაკაცი ესე უბრალოდ მოვიდნენ, ესე ხელი ვტაცეს და წამიყვანეს. ვეკითხები რომ ვინ ახარ, რა ხარ, საბუთები წარადგინე, არაფერი აიგერო მივდივართ, უბრალოდ დავილაპარაკებთ. ავედით ლიფტით, ლიფტში ვამბობ რომ ეს ყველაფერი გავს რაღაცა ფილმის სიუჟეტს და ისინი მეუბნებიან რომ კარგია თუ კი ეს იქნება ფილმი და არა მწარე რეალობა. და შემდეგ მათ შემოვერდათ კიდევ ერთი მამაკაცი. მე მათ სახელები და გვარები არ ვიცი, მაგრამ სამების ვიცნობ სახეზე. უშვერი სიტყვებით, ისეთი სიტყვებით, რომელიც მე არ გამიგია არასდროს მომმართავდნენ. მაგალითად შეურაცხყოფას ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე. და ამ ყველაფრის შემდეგ მათ მომთხოვეს, რომ მე დამეწერა ხელწერილი. ვითხრეს შეგიძლია შენ ახლა არ დაწერო, მაგრამ შენ აქ იქნება 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, სანამ ამას არ გააკეთებ, სანამ ამას არ დაწერ, იმიტომ რომ აქ მოსულს ეს ყველას გაუკეთებია და აქედან არავინ წასულა ისე. ესე იგი დავწერე განცხადება თანამშრომლობაზე. ტექსტი იყო დაახლოებით ასეთი, რომ ეკატერინე ლემონჯავა ნებაყოფლობით კონსპირაციულად თანამშრომლობს შენაკა საქმის სამინისტროსთან და მაქვს ზედმეტ სახელი როკერი. და ჩემი ხელმოწერა. თანამშრომლობის რა სახეზე იყო ლაპარაკი არ ყოფილა დაკონკრეტებული. მათ გამაფრთხილეს რომ ეს დიალოგი უნდა ყოფილიყო საიდუმლო, ჩვენი საიდუმლო შეხვედრა იყო და თუ კი მე ამას ვიტყოდი სადმე, მე ამის გამო შევქნობდა ძალიან დიდი პრობლემები. დაახლოებით 2 საათში ამ ყველაფრიდან, ანუ სახლში რომ მივედი და 2 საათში მე დავუკავშირდი შალვას, მე დავუკავშირდი ზაზა ფირალიშვილს ასევე და ჩავაყენე საქმის კურსში. მე ვიცი რომ ძალიან დიდი რისკის წინაშე ვიმყოფები ამ შემთხვევაში, როცა მე ამას ვამბობ, მაგრამ მე მირჩევნია რომ გავრისკო, ვიდრე მთელი ცხოვრების განმავლობაში რაღაც ვატარებდი, რომელიც მე მტანჯებს და ეხა მოდი წავიდეთ და მივიდეთ აბა იმ ტიპით.
ეს არის რუსთაველის 28, აი აქ მოგიყვანს, აქ ამოგიყვანს. აქ არის რაღაც ოპერატიული ადგილი პოლიციის თუ უშიშროების, ხო? ხო, არ ვიცი, აქ რამდენიმე ოფისია და იცოდი შენ რაღაცებო საკნის მაგვარი რაღაცებიც არის აქ, ხო? კი, არის, მე ვნახე რაღაც საწოლები და აი ეს ციხის რამდენიმე სართულიანები. აი აქ არის, აი ეს რაღაცა. აბა მოდი ნახოთ, აბა შევიდე. ესე იგი შენი კლიჩკა არის როკერი, ხო? ფანტაზია არ ეხო თვითონ. გამარჯობათ. შეიძლება? არა. ხელმძღვანელი გვინდა ვინმე? ერთი სუქციაში. დაუძახეთ ხელმძღვანელს ვინმეს. პრობლემა არის სერიოზული. არ შეიძლება გასაგებ ხელმძღვანელს დაუძახეთ მაშინ. მეც არ შემიძლია არ გადამიღო. აგენტი მოვიდა, უთხარი აგენტი მოვიდა. ისა როკერა მოვიდა. აქ რამე ესე იგი სერიოზული ზეწოლა იყო, ხო? აქ მუშაობთ? არ მუშაობთ? ერთ-ერთი კი. თქვენ იყავით? გუშინ ელაპარაკეთ გუშინ წინ ამ გოგონას. უკაცრავად. ელაპარაკეთ ამ გოგონას გუშინ. ეს იყო? ჩვენ მივედით სოზარ სუბართან. შენთან მოვედით. მაგინ. რა მინდა? როკერა გადაიღეთ, ჩემგან რა. როკერა გადავიღეთ და აი ესეც გადავიღეთ, აგე. აჰა. სულ გავიგე. ეხლა რა შვებით? მე მგონი უნდა კონფერენცია მოიწვიო შენ ეს კონფერენცია. კონფერენციად უნდა მოვიწვიო. აი ამ პირველ რიგში და მესიქ იქნება ბუნებრივად. თორე რომ ამ ადამიანების დასჯა უნდა მოითხოვოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ადამიანი დააკავეს უკანონოდ, მოიტაცეს პრაქტიკულად, წაიყვანეს, დააშინეს და სადაც რომ რაღაც უკანონო საქმიანობაში ჩაება. გარდამსა გვაქვს ფოტო. შენ კიდევ რეაქცია არის ამ კაცის ვიდეოც. აი ნახოთ, აბა შევიდეთ და ნახოთ. აგენტი მოვიდა. ეს ქალისა გახარებულია უყურე. როკერა მოვიდა, მაგრამ მე მივხვდა ის ქალი. ეს დამაგებელია. უშიშროება. როკერა. ეს ქალია დამაგებელი. და მე გვიან გავიგე რომ ქართული ოცნების წევრია. ვინა? ო, შეხედე ხა ნახე. იმიტომაც დაიბარე. აი მოიცა, აი. აი ეს საიდან გამოვიდა ახლა? ლიფტი. ლიფტი. ლიფტი შე. არა, აი არა პროფესიონალი რო, უნდა გამოსულიყო და რა ბძანებს? არა პროფესიონალი როა ეხლა იმაზე ისეთი მიგდანა ჩანს რომ ეკა მოვიდა შენთან და უცებ გამოაცხადა რომ ვითომ გადაიბირეს სიტყვაში არც გადაუბირებიათ არაფერი შეაშინეს ეკა მიფიქრე რომ ეხლა ოლაგედან ცოცხალი წავიდე და დავწერე რასაც გინდა დაწერა ეს რაღაცა ხო დაარქვეს როკერა რაღაცა თქვენს რომ всё აგენტი ყავთ ეხლა როკერებში მე რაღაც დავალებაში და ეს ხო ქართულ ოცნებაში ეს კიდე მოვიდა ქართულ ოცნებაში და მოვიდა შენთან და გამოაცხადა რომ არაფერი აგენტი მე არა ვარ სინდისი მაწუხებს ეხლა რომ შემეშინდა და დამაწერინეს ზალით აგერ გეუბნებით ხალხო რომ მე აგენტობა არ მინდა და თან ყველას მაგარია რომ გადავიდე ტიპი და ძალიან დაიწვა თავი რა ამ უშიშროების მე ვიცი რომ უნდა გამოსულიყო და თქვა რა ბძანებ მობძანდით გავარკვიოთ აქ იყავით თქვენ და რაღაც ესეთი რაღაცები უნდა დაიწყოს ხო ეხლა ინაური რო იყოს მინისტრი ამან ძალიან სერიოზული პრობლემები ექნებოდათ რა ეს არ უნდა ჩავარდეს ესე იგი სისტემა არ მუშაობს ხო სისტემა არის რაზე რომ დაგიდება თვიპის რაღაცა ესე ძმას დაგიჭერ რაღაცა მამას დაგიჭერ თუ რამე გაახმაურებ და ეს ხო არ არის უშიშროების საქმე არ არის ეხლა კიდეც რო ყოფილიყო და თქვა არ მოსულიყო ეს არ იმუშავებდა იქ აი რა კომპრომატი ამაზე არ ქონდა თუ კომპრომატი გადაიბიდებდა სურვილი არ ქონდა ხო ხო ეს მოატყუებდა ხოლმე რომ აი ვითომ ეტყოდა რომ ეხლა ავათავარ მივედი და არ დამხვდა ვერ გავიგე არ მითხრა არ მენდობა და არაფერი ინფორმაციას არ მიუტანდა რა ეხლა შეგავაკეთოთ უნდა მოვიწოთ პრეს კონფერენცია ხო ალბათ პირველ რიგში ჩვენ უკვე გავამზადეთ საჩივარი ხო და მოვითხოვთ ამ ადამიანების თან დაუთავთ ხო ვიდეო მასალას თქვენი გადაღებული მასალა სურათები ვიდეო გამოგვადგება ინტერნეტში ისედაც განცხადებაში წერდა რომ ამოცნობა შეუძლია და მოვითხოვთ ამ ადამიანების დასჯას ეს არ არის უბრალოდ სამსახურიდან გაგდება ჩვეულებრივი ადამიანი მოიტაცებს სრულიად უკანონოდ არ უჩვენებიათ არანაირი დამადასტურებელი მოწმობა რომ ისინი კუდის თანამშრომლები არიან ეს არის უკანონო დაკავება. ნუ დიდი შანსია რომ თქვენ რომ თანამშრომელი არ არის.
ვინ შეხვდა ლივჩი და სადიდო და მე ალბათ ესე იტყვია მე ვერ გადამოწმებ უწყეს ის ხელფას იღებს თუ არა იქ ეს არის უინტელექტო უხეში ხო მიშა სააკაშვილი რო ანკალურობდეს გინდა რომელიმე მინისტრს რომელი გაჩერდებოდა თანამდებობაზე კახეთ არ გამოდეს და რაც ჯერ მოხსნიდნენ ეხლა იმდენი რამე აქვს ჩადენილი ხო სხვაც სხვა ხო უბრალოდ თუ ხელშეუხებელია და ამით სარგებლობს ხო ჩვენ ვყოფებით ქართული ოცნების საპრესო კონფერენციო დარბაზში სადაც არის სოფო რომელსაც მოკლა კატა რომელიც ცდილობს ჩართოს ტელევიზორი კი არა ტელევიზორი კი რა საჭერ რასა აი ის დიდი ხანი რო აჩერებ მე ირთვება დაჭერა არის ვიცი არაფერი არის დიდი ხანი რო აჩერებ ირთვება დიდი ხანი არ უნდა გააჩერო ხო იცი არა დიდი ხანი რასაც აჩერებ არაფერი არ ვარ კაი მალე ოპერატიულად წავიდა და მიუხედავად იმისა რომ მოკლა კატა მაინც ჩართავს ჩვენს მიერ გადაღებულ ფირს ხო ხო ნუ მოკლედ ძირფასო ტელემაყურებლებო აქ ეხლა გასაგებია რაც ხდება ჩვენ ეს ყველაფერი უკვე ნახეთ ვიხილეთ თავარიო კონფერენცია შედგა ძალიან ისეთი ჩვეული ისტორიაა კუდის ავტორობით ჩადენილი რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ უკანონობას რაც ჩვენ ქვეყანაშია და იმ არაპროფესიონალიზმს რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში სუფევს ქალბატონმა ეკატერინემ მომმართა გუშინ უბრალოდ ეს ადამიანი არის როკ კლუბის ხელმძღვანელი თვითონ როკერი მეც სახელის დაარქვეს გუშინ უკვე როკერა 40 წუთის განმავლობაში ყავდათ ჩამწყვდეული შენობაში არც იცოდა რა შენობა იყო და მოგვიანებით გავარკვიეთ მივედით იქ რომ ეს არის კუდის შენობა ამოვიცანით ის ხალხი შალვარამიშვილის დახმარებით უკვე ახდენდნენ მასზე ზეწოლას იყო მუქარა იყო პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა აგინებდნენ ყველანაირი უშვერი სიტყვებით და გენიტალიების მოხსენიებით მხოლოდ იმის გამო რომ ერთი კვირის წინ ეს ადამიანი გახდა ქართული ოცნების მხარდამჭერი უბრალოდ რიგითი წევრი ასე რომ ამ საქმეს ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ქალბატონეკას დიდ მადლობას ვუხდით მის მიერ გამოჩენილი სამოქალაქო გამბედაობისთვის და მოუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი წუთით არ იფიქრონ რომ ეს ხელისუფლება რამე საფრთხეს წარმოადგენს მესთვის ვინც გაბედავს ყველას დავიცავთ და ყველას ვინც უკანონობა ჩაიდოს საოცრებლად ვაგებინებთ პასუხს რაც შეეხება იურიდიულ შეფასებას ეკალემონჯავას მიმართ კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ განხორციელდა ქმედებები რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ჩვენ ვიმუშავებთ იმ მიმართულებით რომ მივმართოთ ზემდგომ ორგანოებს აღნიშნული პირების დასჯის მოთხოვნით და სანამ სხვა თემებზე გადავალთ მე მინდა წარმოგიდგინოთ უბრალოდ შალვარამიშვილის მიერ გადაღებული კადრები ამ შემთხვევაში ეს არის დაუმონტაჟებელი არანაირი ექსკლუზივი შალვას არ ექნება დაგვითმო კეთილშობილურად ეს ფირი რუსთავაზე კუდის განყოფილება ეს ადამიანი ამოცნობა ძალიან ადვილია ქალბატონი ეკა ამბობს რომ მეორე პიროვნების ამოცნობა შეუძლია ასე რომ ერთადერთი დარჩენია პროკურატურა სასწრაფოდ მოახდინონ სამართლებრივი რეაგირება და აი ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენ ერთ-ერთ სპეციალისტ უშროების გენერალი ხარ ხო გენერალს მინისტრის მოადგილე იყო ლაშენასმის ყოფილი კგბ-შნიკები რო არარსებობენ ეგ ვიცით და შესაბამისად ამიტომ გეკითხებით რო აი რა ხდება ახლა აი აქ ეხლა თავისთავად ის რომ უსაფრთხოების სამსახური ცდილობს აგენტურა ყავდეს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე ამაში ასე ვთქვათ დასაძრახი არაფერი არ არის ფიქრობ რომ აქ მნიშვნელობა აქვს ის როგორ ასრულებს უსაფრთხოების სამსახური ამ თვიმ ასე ვთქვათ ქმედებას ის სიტლანქე ის აი ნაჯახისებრი მოქმედება ის ასე ვთქვათ ეს მანიშნებელია ზოგადად იმ დაუსჯელობის სინდრომის იმ არაჯანსაღი და მონოპოლიური მდგომარეობით რომელშიც ოპერირებს უსაფრთხოების სისტემა როდესაც ქვეყანაში გამოაცხადებ რომ უშუალოდ სამსახურები არის ხერხემალი როდესაც საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ხერხემალი როდესაც ხდება უშუალოდ სამსახური როდესაც ეს დომინანტური მდგომარეობა გადაზღვეულია ზოგადად პოლიტიკური სისტემით, როდესაც ოპერატიულ თანამშრომელს არ აწუხებს ნებისმიერს, არ აწუხებს ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი განათლებისა და ნებისმიერი ეროვნების უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს, როდესაც მე აი მინდა დავამთავრო, როდესაც არ აწუხებს, რომ იმას შეიძლება პასუხი მოთხოვოს საპროკუროროზე დამხედველობამ, სასამართლო ხელისუფლებამ, საპარლამენტომ, საზოგადოებამ, მედიამ, რა თქმა უნდა, ის ირყნება
დაუსჯელობით და მისი აი ხა ეს პრაკოლი მოვიდა, ხო ამბიც. ნუ ხა ეს ძალიან ძიმე საყურებელია. შენთვის როგორც პროფესიონალი. გასაკვირველია. მე ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე. არა მე მედიატივი ვარ მევასება. ძალიან ძიმე საყურებელია თავისთავად. ტიპი აი გამოვიდა. მან ხო ეს უნდა გაეკეთებინა, რომ რაბძანეთ, როგორ გეკადრებათ პროვოკაცია. აი შენ როგორ მოიქცეოდი მაგ დროს? ხე იმას რა უნდა გაეკეთებინა, იმას ბევრი რამე არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ეს არის აპრიჩნინა. ამაზე დგას, ამას აქვს და ამ ახალგაზრდა კაცს აქვს დავალება. რა დავალება, მასზე დგას სისტემა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას უზრუნველყოფს ტყუილი და ძალადობა. ტყუილი არის რუსთავი და იმედი, ძალადობა არის. ეს არის რეპრესია, პროპაგანდა. ხა ეს კაცი არის ხერხემალი, ეს არის ბურჯი. ამაზე დგას და ხა ნუ ცოტა ხო ლუფტი აქვს. ლუფტი აქვს, მაგრამ ეს ლუფტი ცირდება და იზრდება, იმითი რამდენად არის საზოგადო. მე გული იმაზე მткиვარ. თქვენ ალბათ ჩაწერთ ექსპერტებს, არა, მეტი აღარ ჩავწერთ, შენ გვეყოფ. და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს იქნებოდა უდიდესი, აი საპარლამენტო ოპოზიცია მოიწვევდა მინის, მოიყვანოს, აი ვინმე მოიყვანოს ამის გამო შვილის ამაში პარლამენტში. ჩაატაროს მოსმენები საპარლამენტო. ამით ჩემო ლაშა ჩვენ ვამთავრებთ დღევანდელ აკრედიტაციის განაჩენს ჩვენ შევხვდებით 11 შაბათს 22 საათზე არ არის საღამოს რა